Vamos, el rey ya llegó. Es Argentina, es Argentina, ჩვენ გთავაზობთ სოფლიოს დღიურების ბოლო ფინალურ ეპიზოდს, რითაც ვაჯამებთ სოფლიო ჩემპიონატს 2026 წლის მუნდიალს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა და ყველა ის ეპიზოდი, მე მგონი 9 ეპიზოდი ჩავწერეთ, ეს არის მე-10, რაც აქამდე შემოგთავაზეთ, არის ჩვენ YouTube არხზე, საქართველოს 3.0, სადაც აგრეთვე გთავაზობთ ჩვენს პოდკასტებს, ვრცელი ისტორია, ეკონომიკა მოკლედ და მისი თანაწამყვანები გადავწყვიტეთ, რომ შემოგვეთავაზებინოთ თქვენთვის აი ამ სოფლიო ჩემპიონატის მიმოხილვა. ფეხბურთი არის ყველასათვის საყვარელი, ამიტომ სწორედ არის საინტერესო ფეხბურთისა და სოფლიო პოლიტიკის მიმოხილვა. შესაბამისად, სოფლიო დღიურები შეიძლება უკვე უფრო პოლიტიკური თემატიკით კვლავინდებურად დავაბრუნოთ ახალი სეზონიდან. დღეს კი ეს არის ფინალური ეპიზოდი, სადაც შევაჯამებთ მთავარ თამაშს, ფინალს და აგრეთვე საინტერესო იქნება ორიოდე სიტყვა გვეთქვა თამაშზე მესამე ადგილისთვის ინგლისსა და საფრანგეთს შორის, რომელიც მაყურებელთა უმრავლესობის აზრით უნდა ყოფილიყო ფინალი. რა შეფასებებს გააკეთებდით? აი ამაზე რომ დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ თავარ თამაშზე. არაფერი, ხო, რა უნდა თქვა, ყველაფერზე მეტია, ერთ-ერთი мотиваცია იყო მბაპეს გოლები და ეს შედგა და მბაპე გაიჭრა ახლა წინ, ხო, მაგრამ მაინც ამის მიუხედავად ჩვენ ხედავთ, რომ მბაპე ჯერჯერობით არ ითვლება იმ დონის მოთამაშედ, რადგან მას აქვს პრეტენზია. მას აქვს პრეტენზია რომ იყოს ესე თქვა პირველ კატეგორიაში ჯერ გვხვდება. ყველაფერს მიუხედავად რომ თუმცა აღარც არის სხვა პირველი კატეგორია, სადაც შეიძლება თქვა რომ არსებობს რაღაცა კლუბი ფეხბურთელების და მბაპე იქ ვერ ხვდება. მე ვგულისხმობ დღეს მოქმედ ფეხბურთელებს. დღეს მოქმედ ფეხბურთელებში ხელცა მესი წავა პენსიაზე კი, რა თქმა უნდა, მბაპე არის პირველ კატეგორიაში, მაგრამ ყველა დროის პირველ კატეგორიაში ვერ მოხვდება. მიუხედავად იმისა, რომ რეკორდსმენია უკვე სოფლიო ჩემპიონატების, გატანილი გოლებით სოფლიო ჩემპიონი და ასე შემდეგ. ხო და შეიძლება გოლებიც ერთოდ იმასაც გაასწროს კრისტიანო რონალდოს ღმერთმა ბაპატიოს მისმა ფანერმა, ბაპატიონ. მაგრამ რეკორდი კლოზესავით შეიძლება გამოდგეს, რომ იქნება ბომბარდირი სოფლიო ჩემპიონატების, მაგრამ ყველა იტყვის, რომ კაი რა. ეხა დიპირო კატეგორიაში ვერც ფონტენი ვერ მოხდება, ვერც კლოზე ვერ მოხდება და საერთოდ ეგეთი რეკორდსმენობა არაფრის გარანტია არ არის, იმიტომ რომ ფეხბურთი ეს არ არის მხოლოდ სტატისტიკა და რიცხვები. ეს არის ერთგვარი სიდიადე, ეს არის ის კვალი, რასაც ფეხბურთელი ტოვებს თლიანად ფეხბურთში და მისი გავლენა და არსებობენ ეგეთი დიდი ფეხბურთელები, შეიძლება ძალიან მოკლე კარიერა ჰქონდათ ან რაღაც ტრაგიკული გარინჩა იგივე, რომელიც არასდროს არ წაიშლება სოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან. თუმცა ამიტომაც საინტერესოა, რომ მესის არ მისცეს საუკეთესო მოთამაშის ტიტული. ეს უბრალოდ მეტყველებს იმაზე, ვინც ეს არ მისცა, ხო FIFA-ზე, თორემ მესის ამით უკვე არაფერი არ აკლდება და ემატება. რა სტატისტიკა მოგცა ჩვენ ამ ჩემპიონატმა, რა გვაჩვენა ახალი და რა შეიცვალა ფეხბურთში? საბოლოო ჯამში, რადგანაც ბადე ისე დაალაგდა, რომ საბოლოო ჯამში 4 რეიტინგით პირველი 4 გუნდი მოხვდა ნახევარფინალში, გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაამართლა. ერთ-ერთი არც ერთი გამოდგა კაი თამაში, რომელშიც მონაწილეობდა ესპანეთი. ანუ ფაქტობრივად ესპანეთის სიძლიერე აღმოჩნდა სწორედ ის უსახურობა, ესე ვთქვათ, საფეხბურთო თვალსაზრისით, რაც მან გამოავლინა და ჩვენ გვახსოვს, ხო, 2010 წელი, ყველაზე მეტი რაც შეიძლება გახსოვდეს, ეს არის ინიესტას გატანილი ეს ერთი გოლი და ჩვენ 2 თუ 3 ეპიზოდით წინ თქვით, რომ უკვე ესპანეთის შანსები არის გამოკვეთილი. ის გზა, რასაც ის გადის, რომელიც ძალიან გავს 2010 წელს და შედეგობრივი თვალსაზრისით ეს 1-0. მე მიმოწერაც მაქვს ერთ-ერთ მეგობართან პირველ ტაიმში ფინალის, როგორ დამთავრდებოდა და მე ვთქვი 1-0 თქო რა, ანუ თუ ესპანეთი მოიგებს, ეს მეტი გოლი იქ ვერ გავა და 2000 ზუსტად იგივე იყო, დამატებითი დრო, 1 გოლი 10 კაციან, მე ვიტყვი 9 კაციან არგენტინასთან, იმიტომ რომ 10 კაცის თავიდანვე იყვნენ, ხო, მესი ფაქტობრივად არ ითვლება. ძალიან მარტივი არის ალბათ დელა ფუენტეს გადაწყვეტილება, მან გამოიყენა თავის სიძლიერე და ის ცოდნა, რაც მას აქვს ტაქტიკური თვალსაზრისით და რაღაც გამზდელმა შეგირდის, ანუ სკალონის მოუგო ამით, ხო? მას ყავს სწრაფი, ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც დომინირებენ თლიანად და ბურთს არ გითხოვენ. არგენტინამ სხვათაშორის ეს თამაში ითამაშა, იმიტომაც არ დამთავრდა სხვა შედეგი და ნებისმიერ სხვა გუნდთან სხვა შედეგი დამთავრდებოდა, რომ არგენტინამ არ დათმო ცენტრი, სადაც ყველაზე ძლიერი იყო. თუმცა მას საერთოდ არ ყავდა ფლანგები, თამაშის სცენარი ცხადია შეიცვალა, იმიტომ რომ დაიმტრა მარტინესი, ლისანდრო გამოცვალეს, რომერო ამას მოუწია ცვლილება, შემდეგ ჩვენ ნახეთ წოთნელთა ჭადრაკი, როცა ერთმანეთის მონაცვლეობით ცვლიდნენ და კითხულობდნენ ერთმანეთის თამაშს მოთამაშეებს
და შესაბამისად უკვე ჩანდა ეს ტოტალური დომინაცია და ბუნებრივია რომ აქ მარტო შედეგი ხო არ არის. აქ არის არგენტინა, რომელსაც კაში პრაქტიკულად არ დაურტყავს, მესის იმ საოცარ რაღაცა პარაშუტს, რომელსაც კუთხეში ზევიდან ციდან აგდებდა ბურთს, მაგრამ პირველ 90 წუთში კარისკენ არ დაურტყია ხო. ხო, ანუ ეს ჩანდა ამაში და ნუ სკალონი შეიძლებოდა ალბათ სხვა ტაქტიკური გადაწყვეტილებები მიეღო და ცოდნოდა ეს რომ რას დაუპირისპირდებოდა, მაგრამ ჩვენ წინა ეპიზოდში ვთქვით რომ ეს არის დროის ბრძოლა, დროის ჭიდილი, მამათა და შვილთა ბრძოლა, ხო, რომელთაც უბრალოდ კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ახალგაზრდა იგებს და ჩვენ ნახეთ 2018 წელს ბაპე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი, ეხლა ჩვენ ხედავთ იამალს, მაგრამ ის რაც ჩვენ მესიმ გაჩვენა მისის ბოლო ცეკვა, რომელსაც 39 წლის ასაკში ყველა გააოცა, რომ მას შეუძლია იყოს მსოფლიოში საუკეთესო, უბრალოდ არის ასაკი და ამას ვერაფერს ვერ უზავ, ვერ შეცვლი, გამოიგონა ახალი ფეხბურთი, მოსიარულე ფეხბურთი, ამით გავიდა ფინალში, არგენტინას მიენიჭა დაუვიწყარი სიხარული და ამით ეს პლეიადა და ეს თაობა მთლიან სრულდება და რა იქნება შენი აზრით სამომავლოდ? ჩვენ როგორ ფეხბურთს ვნახავთ? მე ვფიქრობ, რომ აი ესპანეთის ეს გამარჯვება ბევრ რამე შეცვლის და რატომ ეხლა ვიტყვი. როცა 2010-ში მოიგეს დაახლოებით ასე თამაშობდნენ, მაგრამ ამას ის ახსნა მოუძებნებს, რომ მაშინ ყავდა ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები, ხავის და ინიესტას სახით და ეხლა არ სხვები იყვნენ ნაკლები, ხო, დევიდ ვილა და ფაბრეგასი და თუნდაც, ხო? ეხლა ხა არ ყავთ ეხლა ხავი და ინიესტას და არის ტექნიკური ფეხბურთელები და მაინც ამ სისტემის ტაქტიკის ხარჯზე. რატო არ არის როდრი და როდრი მაინც უფრო ჩამშლელია, ხო? არ იმდენად შემოქმედი. ანუ როდრი და ოლმო როდრის კი დავაყენებდი მათ დონეზე, მაგრამ მაინც უფრო ჩამშლელი და არა შემოქმედი. ხო და ანუ ეხლა გამოჩნდა რომ აი ეს სისტემა და ტაქტიკა უფრო არის წინ წამოსული ვიდრე ინდივიდუალიზმი. და აი ეს მე მგონი უბიძგებს ძალიან ბევრ ნაკრებს ესპანეთის კონკურენტებს რაღაცების გადაფასებისკენ. მე მგონი ბევრი რაღაცა შეიცვლება ამ კუთხით, რომ ესპანეთთან გამკლავებაზე ფიქრობს ბევრი ფიქრობს როგორი კონტრსისტემა დანერგოს, ზოგი მიბაძავს საერთოდ, თუმცა არ ვიცი ხა ვინ შეძლებს რომ მსგავსი რაღაცა გაიმეოროს, იმიტომ ასეთი ამ სისტემის საწყობა არ არის მარტივი, მე მგონი რომ ესენი ხო ბავშვობიდან თამაშობდნენ ერთად. და მათ შორის დელაფუენტეს ხელში. და დელაფუენტეს ყველა ხო აი ეს არ ამაშია საქმე. ნახევარ მაყურებელს ალბათ არ ახსოვს 32 წლის წინანდელი ჩემპიონატი, ხო? 1994 წელს ასევე ამერიკაში ჩატარდა და გაიმართა. ეს იყო ჩვენი დამოუკიდებლობიდან პირველი, როცა იყო საშინელი გაჭირვება საქართველოში, მაგრამ იყო ზაფხული, ღამე იყო თამაშები, დენი მეტნაკლებად რახან ზაფხული იყო მოეწოდებოდა და ჩვენ მას ესე უყურებდით. რა შედარება და რა პარალელები შეიძლება გაევლოს აი ამ ორ ჩემპიონატს შორის. მაშინაც პრინციპში არსებობდა ის ამოაცალეს დიეგო მარადონა, რომელიც ვეღარ ითამაშა ეს ჩემპიონატი, მეორე თუ მესამე თამაშზევე მას მიცეს დისკვალიფიკაცია და ჩვენ ნახეთ მაშინდელი ბრაზილია, ხო? ის თაობა, რომთანაც ეხა ვერავინ ვერ იტყვის 94-ის ბრაზილიიდან ვიღაცა იმ ყველა დროის ბრაზილიაში შედის. ანუ რომარიო ძალიან მაგარი იყო. ძალიან გავდა მარადონა სხვათა შორის. და მაინც ბებეტო რომარიო ეს წყვილი ჩვენ გვახსოვს. და მათ მოიგეს ეს ჩემპიონატი, მაგრამ არ მგონია რომ ამ ჩემპიონატს დიდი კვალი დაეტოვებინა. უფრო რაღაცა თქოს ეს კულტურული მოვლენა იყო, ოკეანის გაღმა თამაში. აი რა პარალელი შეიძლება გაევლოს აქ? ну პირველი ეს არის რომ რა ჩვენ თქვი კულტურული მოვლენა, პირველი იყო ორგანიზებული კარგად იყო მაშინაც ჩემპიონატი. ჩვენთვისაც თქვათ პირველი ჩემპიონატი იყო, რომელსაც პრაქტიკულად თლიანად უყურეთ, ხო, იმიტომ რომ მანამდე საბჭოთა კავშირში ასე ვთქვათ ასე არ ხდებოდა ტრანსლაციები. პლუს ეს იყო შუაღამისას ყურება, რომელიც ასე ვთქვათ კიდევ ერთხელ გაგვიმეორა ამ ჩემპიონატმა. ну ერთი განსხვავება ძალიან დიდი იყო პოლიტიკური ელფერი და უკან ასე ვთქვათ ფონი განსხვავებული იყო ამ ჩემპიონატზე ტრამპი ვერ ჩამოიყვანეს სტაბილური მშვიდობიანი სოფლიო იყო გაცილებთ მაშინ და ხო მაშინ სოფლიო მაინც ასე ვთქვათ ძველ წესრიგზე იყო და ну ახლა ამ ჩემპიონატზე ტრამპი მედალს ელოდებოდა მე მგონი ესპანეთთან იბაძა ხო ძლივს მაშინაც შეიხი ძლივს გამოწიეს ხო იმ მომენტიდან და ტრამპს უყვარს ამ კომპენზურობის გამეორება. ყოველ შემთხვევაში კვალი დიდი დარჩა, მაინც ალბათ ეს იყო ჩემთვის 2022 წლის გაგრძელება. წარმოიდგინეთ 4 წელი ატარებს გუნდი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, ხო? ჩვენ ნახეთ არგენტინის თამაშები, რომელიც აი ამ ბეჯით ესე ვთქვათ თამაშობდა მსოფლიო ჩემპიონის. ეხლა რომ არგენტინას მოეგო კიდე ანუ 53 წლის მესი ისე იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონი, სამ შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი ჩემპიონატამდე კი. და რაღაცნაირად დრო ასე ხანგრძლივად
არ იწელება, არ გრძელდება. ამიტომაც ეს თაობა შეიცვალა, მაგრამ არგენტინამ მიარა ბოლომდე, არგენტინა დაბრუნდა როგორც გმირი, ყველამ ნახა მათ რა შეძლეს და არგენტინულ ფილოსოფიაში ეს ზის, რომ თავარი არის ცხოვრება, თავარი არის პროცესი. ის რაც მათ ჰქონდათ აქვთ უპირატესობა, მათ ყავთ ვარსკვლავები, მათ ყავთ რაღაცა გენია, როგორ უნდა გამოიყენო ეს და დადო შედეგი, მათ ეს გვაჩვენეს. ხო, პორტუგალიასაც ყავდა და სხვებსაც, მაგრამ ვერ იყენებენ ხოლმე, ხო, მსგავსად. ამიტომ ეს არის არა მარტო საფეხბურთო სტილი და ტაქტიკა, არამედ მთლიანად ცხოვრების ფილოსოფია და ამიტომაც უყვარს უამრავ ადამიანს, ყველა არგენტინელს, რა თქმა უნდა და უამრავ სხვა ადამიანსაც ეს ფეხბურთი. რას ველოდებით ჩვენ სამომავლოდ? იგივე სამხრეთ ამერიკული ფეხბურთისგან, ევროპაში გასაგებია, მაგრამ ევროპის გავლენა უკვე ძალიან დიდია და იგრძნობა. ანუ ყველა ვარსკვლავი არის ევროპის ჩემპიონატიდან, ხო? შეიძლება თუ არა რომ ეს საფეხბურთო ცენტრის მდებარეობამ გადაინაცვლოს სადმე სხვაგან. ნუ იცი რა არის, ხა ჩვენ ამაზე უკვე ვიმჯერეთ, რახან ეს ნაკრებები კლუბებს ემსგავსებიან, აფრიკაში გამოჩნდება კარგი ფეხბურთელი და მას მაინც წაიყვანოს რომელიმე ევროპული ნაკრები. საფრანგეთიან ესპანეთის სიტყვაზე რა. როგორც უამრავი შემთხვევა გვაქვს. იმიტომ ეს არის ეკონომიკა, ეს არის ფასი და სხვანაირი ბიზნესია, ხო. და ძალიან გახდა ეს ბიზნესი. პლუს ძალიან გაადვილდა ეს ნატურალიზაციის პროცესი, ესეთი რაღაცები, ანუ და მიღებული პრაქტიკა. და რაც უფრო კარგი ცხოვრება არის ევროპაში, მით უფრო ესე ვთქვათ, ანაცვლებენ მიგრანტები ნაკრებში ფეხბურთისა, ადგილობრივი ფეხბურთელი, ადგილობრივს რა ესე ვთქვათ, წარმოშობით ევროპის ფეხბურთელს, იმიტომ რომ ფეხბურთელის კარიერის არჩევა ეს მაინც ხო გაჭირებული ცხოვრებიდან მოდის, არა? თუმცა სტაბილური შემოსავალი, დაამთავრებ უნივერსიტეტს, სტაბილური შემოსავალი გელოდება, რატომ უნდა გადადო თავი ფეხბურთელებისთვის? ამიტომაც არის, რომ ჩვენ უფრო ხშირად ხედავთ ევროპულ ნაკრებებში მიგრანტებს და მიგრანტების ჩაუმავლებს, ხო ჩვეულებრივი ამბავია. საბოლოო ჯამში ხო ლატარია, იმ გაგებით ფეხბურთი, ანუ ის ლატარია, რომელშიც ბევრად ნაკლებია მოგებული და ჩვეულებრივი ნორმალური კარიერა პრაქტიკულად 99%-იან შანსს გაძლევს და ფეხბურთი არ გაძლევს ეგეთ შანსს. მაგრამ ჩვენ ხედავთ მე დიდი ინდუსტრიას, როგორც ყველა ეკონომიკაში ის მოიხმარს ამ რესურსს, რაც უფრო მაღალია, ფასი, ხელფასები, კონკურენციაც მაღალია და შესაბამისად თითქოს ხედავთ აი ამ რაღაცა რესურსის გამოწვევა ძნელია მოკლედ ამ დონეზე. მესის და რონალდოს ასე ვთქვათ შემთხვევაში უკვე მილიარდამდე გვაქვს ხო ლაპარაკი, ხო? $1 მილიარდ შემოსავლებზე გვაქვს ლაპარაკი. 100 მილიონზე. მაგრამ აი ამ ფეხბურთელებს მაინც აქვთ რაღაც мотиваცია, ლუკაკუც იგივე შემთხვევა, ხო, რომელიც მოდიან ამ დაბალი ფენებიდან თავისი რაღაცა ისტორიით, თავის ტრაგედიით, რომლითაც ფეხბურთი ხდება არა მხოლოდ რაღაც უბრალოდ ხელფასის შოვნის საშუალება ან რაღაც გადარჩენის, არამედ აქ არის სინთეზი, არის ერთის მხრივ ეს ისტორიაც და ცხადი არის ის, რასაც ქვია, სწორედ ფეხბურთის სიყვარული, როგორც შენი ქვეყნის დროშის სიამაყით ტარების, ხო? შეიძლება თუ არა რომ აი ეს მომენტი თანათანობით დაიკარგოს და ჩვენ ვნახოთ რეალურად მხოლოდ სპორტული, პოლიტიკისგან დაცლილი, კომერციალიზებული შეჯიბრი. ფეხბურთი არა, ალბათ სამწუხაროდ გამორიცხულია. ეხლა ინგლისი, არგენტინა როგორც წარმოიდგენია შენ 7 თამაში მხოლოდ ფეხბურთი. ან რა ვიცი, უკრაინა რუსეთი რო შედგებოდა რაღაც წარმოიდგენია რა იქნება რა. ამერიკა, ირანი და ასე შემდეგ. ნახოთ. ამიტომ სკეპტიციზმი არსებობს, რომ შეიძლება თუ არა დაკარგოს ფეხბურთო, ჩვენ ვნახოთ ფეხბურთი ვარსკვლავების გარეშე. ან პირიქით, ველით თუ არა ახალი ვარსკვლავების გაჩენას, ეს იმედი არგენტინაში ყოველთვის ცხოვრობს, ალბათ სხვა ქვეყნებშიც. შესაბამისად დაველოდოთ ჩვენ სხვა ჩემპიონატებს. პრინციპში ეს სეზონი და შეჯამება დასრულებულია. ჩვენ ვნახეთ საოცარი თამაშები, ჩვენ ვნახეთ სასწაულები და ჩვენ ვნახეთ აი ეს დროის, ასაკის, მანქანის ჭიდილიც და გამარჯვებაც, ხო? ჩვენი ეს ციკლი დასრულებულია, ამით გემშვიდობებით, თქვენ გამოიწერეთ ჩვენი არხი, სადაც ნახავთ პოდკასტებს, რომელიც ყოველკვირეულად იდება და ეს გაგრძელდება, ჩვენ შემდეგ დავამატებთ ცხადია ახალ მასალასაც, ახალ პოდკასტებს შემოგთავაზებთ და ეს პლატფორმა საქართველოს 3.0 გაიზრდება და შემოგთავაზებთ მრავალ საინტერესო მასალას. ჩვენ კი ამით გემშვიდობებით ნახვამდის.